ისრაელმა დღეს სამშვიდობო პაუზა გააუქმა და ღაზას საბრძოლო მოქმედებების საშიშ ზონად გამოაცხადა. ისრაელი ღაზის ყველაზე დიდ ქალაქში სახმელეთო ოპერაციის ოფიციალურად დაწყებას აპირებს. მანამდე კი მთელი დღეა ქალაქი მასირებულად იბომბება. ღაზაში ამ დროისთვის დაახლოებით მილიონი ადამიანი იმყოფება. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზა ჰამასის ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი პუნქტია და ის ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ აუცილებლად უნდა მოექცეს. თავის გადარჩენისთვის მას ჭამა სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის მტაცებელია ჩვენს კარიბჭესთან, ოგრი. განაცხადა ფრანგული მედიის ცნობით ემანუელ მაკრონმა. ფრანგული მედია წერს, რომ მაკრონი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს პუტინს არენდონ. USAID ოფიციალურად დაიხურა. მარკო რუბიოს განცხადებით, იანვრიდან ამერიკის გადასახადების გადამხდელებმა 10 მილიარდი დოლარი დაზოგეს. ორგანიზაცია ჰუმანიტარულ პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა, მათ შორის უკრაინაში. უკრაინამ რუსეთისთვის ორი მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი $600 დრონების გამოყენებით ააფეთქა. ხიდები ოკუპანტებმა საგანგებოდ დანაღმეს, რომ თუ უკრაინელები წინ წაიწევდნენ, აეფეთქებინათ. უკრაინელებმა კი ხიდები თავად ააფეთქეს. უკრაინული თავდაცვის გაძლიერებისთვის დანია თითქმის $1.5 მილიარდს დახარჯავს. განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. გასულ წელს დანია ომში მყოფ ქვეყანას €600 მილიონი დაეხმარა.